საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება. დეტალებზე ბრატისლავადან თეონე მანაგაძე ისაუბრებს. თეონე, გისმენთ. პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ბრატისლავაშია. შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს საპარლამენტო დელეგაციას. ქართველი სპიკერის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში ხვალ დილიდან დაიწყება. ორმხრივი შეხვედრები ჩანიშნული არის სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემა იქნება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები და ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც შეხვედრა დასრულდება, ორი ქვეყნის ორი სპიკერი ერთობლივ განცხადებას გააკეთებს და მათი გზავნილების თაობაზე უკვე ჩვენ ხვალ გვეცოდინება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სლოვაკეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა. მისი განცხადებით, მაშინ როდესაც ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებაში ინფორმაციას ფილტრავს, უმჯობესი არის, სპიკერი ამბობს, რომ უმჯობესი არის საქართველოს პირდაპირ კომუნიკაცია ჰქონდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. Მოკლედ სკოლის საუბარი ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობაზე, რომელიც გვინდა რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის გაცვლით. ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელიც ქართული ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ. საბედნიეროდ სლოვაკეთის ხელისუფლება ჩვენ ვაკვირდებით, რომ აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართულ ხალხთან და საქართველოსთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან პარლამენტთან ჰქონდეს კომუნიკაცია იმაზე, რომ სხვა მათ კოლეგებთანაც მიიტანონ ის სწორი საღი აზრი, რომელიც ასე სჭირდება დღეს უკვე სკოლისა თავად ევროკავშირს და რა თქმა უნდა ქართულ ევროპულ ურთიერთობებს. საპარლამენტო დელეგაციაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა რიგი დეპუტატები. კომიტეტის თავმჯდომარე პირები აპირებენ საკუთარ კოლეგებზე ისაუბრონ როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე განათლებასთან მიმართებაში. ბრატისლავადან პირდაპირ ეთერში თეონა მანაგაძე საუბრობდა.